სტიქიის მასშტაბებზე ისაუბრა უმრავლესობის ლიდერმა. მამუკამდინარაძის თქმით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანებს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები შეუმსუბუქოს. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, იმდენად მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები, მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას. ასევე ჩართულია უკვე პრემიერ-მინისტრის ნახეთ რომ ბრძანება გამოსცა თავდაცვის ძალები, ისინი მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შევიან, სადაც კი შესაძლებლობა ამის. არის ადგილები ძალიან სამწუხაროდ, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი განმავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოვება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები და ამ წუთამდე დეტალურად ვიცით სახელები და გვარებით ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, მაღალი განმავლობის ტექნიკით და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ხდება გზების გაკვალვა. მათ შორის არის ასევე სურსათის დახმარების ბევრგან საჭიროება და შემთხვევები, თუმცა არის შემთხვევები, სადაც ეს ჭირს, იმიტომ რომ ბევრი სოფელი, პატარა სოფლები განსაკუთრებით მაღალ მთაში მოწყვეტილია საერთოდ კომუნიკაციაში არ არიან და იქაც მიდის ახლა მძიმე და მაღალი განმავლობის ტექნიკით გადაადგილება, რომ ბოლო ოჯახამდეც კი მივიდნენ. ძალიან ცუდია ის, რომ არ წყდება სპეკულაციები. სოფელ ნინოშულში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი. და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და გარდაიცვალა სტიქიის გამო და წარმოიდგინე 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას და ეხლა ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ იმისათვის რომ ზედმეტი პანიკა არ შეგვიყვანს. ისედაც რთული ვითარება, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულადაც კი შენ შემთხვევაში და ესენი აპანიკებენ. მავნებლობის ხარისხს წარმოიდგინეთ, რომ სადღაც იღუპებიან ადამიანები იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ მიუსწრო, სასწრაფომ ვერ მიუსწრო, რაღაც ვერ გააკეთეს და ასე შემდეგ. ამ მავნებლობას ძალიან ვთქვათ 2-3 დღით მაინც დაანებონ თავი.